ყავს. ხოდა თქვენთვის ძალიან კარგი ამბავი მაქვს. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 6 და 7 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. 2 დღის განმავლობაში ბოტანიკურ ბაღში მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადები დააგემოვნონ. გარდა ამისა, ამ ძალიან გემრიელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციები. ჩვენი სტუმრები არიან სოფო მეტრეველი ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და სალომე დარახველიძე, ფესტივალის მონაწილე და ახლა სწორედ ისინი უპასუხებენ ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით, მობრძანებით. მოგესალმებით. ესე იგი, დილიდანვე დაგვატკბეთ, შეგვიძლია ვთქვათ. ნუ შუა დღიდანვე. ერთი წუთი. დილიდან დავტკბით და ახლა შუა დღესაც რასერჩი გააკეთეთ. ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მობრძანებისთვის და დავიწყოთ ბევრი გვაინტერესებს ბევრი რამე. კი, შოკოლადის ფესტივალი უკვე მე-7-ჯერ იმართება და პატარებს რომ თავი დავანებოთ, ალბათ უამრავი მოზარდიც ჩემი აზრით, მე უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე ნებისმიერი პატარა როცა ჩემთვის შოკოლადია. თან ასეთი საოცრებია. კი ბატონო, ფესტივალზე საუბრით, როდის დაარსდა და რატომ გადაწყვეტეთ რომ ეს ფესტივალი ყოფილიყო საქართველოში? მშვიდობისა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, ესეთი ტკბილი შუა დღე გქონიათ აქამდე. ხალხი ადამიანები მოსულან ტკბილი, მაგრამ ესეთი. მოკლედ, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში სულ პირველად 2018 წელს გაიმართა შოკოლადის ფესტივალი, საახალწლო შოკოლადის ფესტივალი და ამ ფესტივალს აქვს ესეთი სლოგანი, რომ ახალი წელი იწყება სწორედ ჩვენთან, ბოტანიკურ ბაღში. იმიტომ რომ პირველი ესეთი მასშტაბური საახალწლო ღონისძიება არის ჩვენს დედაქალაქში. სტუმრობს წლიდან წლამდე საკმაოდ ბევრი ვიზიტორი, როგორც ადგილობრივები ჩვენი დედაქალაქის მცხოვრები, ასევე ტურისტები, უცხოელები და ფართოვდება მოკლედ ჩვენ მასშტაბები იზრდება ჩვენი ფესტივალის წლიდან წლამდე. კორონას პერიოდში გქონდა მხოლოდ ვარდნა, რა თქმა უნდა და მას შემდეგ მოკლედ აღარ ვწყვეთ და ვაფართოვებთ როგორც მონაწილეების თვალსაზრისით, ასევე შემოქმედებითი შთაბეჭდილებებიც უფრო იზრდება ამ თვალსაზრისით. გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობა დღის განმავლობაში დაგეგმილი, გვექნება მოკლედ როგორც მოუყვე მასტერკლასების შესახებ. რომელზე იხსნება ეგ დილიდან მოვიდნენ სტუმრები? აი ეს დავიწყოთ თავი და ბოლომდე. კი ბატონო, ჯერ ვერავული გვერდს პირველ რიგში იმას ანამ დავაანონსებთ დეტალებს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ბოტანიკური ბაღის დასკვნითი ღონისძიება. წლის დასკვნითი შემაჯამებელი, ესე ვთქვათ, დღესასწაული საახალწლო. თქვენ მოგეხსენებათ, რომ წლის განმავლობაში ჩვენთან ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება იმართება. ვიწყებთ ხოლმე იაპონური დღეებით, საკურას ყვავილობით და შემდეგ შემოდგომაზე ახალხაზს ჩავატარეთ პურის ფესტივალი, ყვავილების ფესტივალი და გვაქვს ესეთი ტკბილი უკმა ბოლოში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი. გაიხსნება ამ შაბათ-კვირას 6 და 7 დეკემბერს 12 საათიდან 7 საათამდე უმასპინძლებთ სტუმრებს და მთვალიერებლებს, ასე ვთქვათ. არის წარმოდგენილი წელს მასშტაბური, ყველაზე ისეთი ცოტა ბევრი მონაწილე, წინა წლებთან შედარებით 30-მდე მონაწილე გვყავს. მათ შორის არიან, რა თქმა უნდა, როგორც მეწარმეები, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვაც იქნება. ძირითადი ამ ფესტივალის მიზანი გახლავთ ხელნაკეთი შოკოლადების, ასე ვთქვათ, პოპულარიზება, ნატურალური, კი, ნატურალური. კი ბატონო, ძირითადი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ჩვენთან სხვათა შორის ტროპიკულ ორანჟერიაში გვაქვს კაკაოს ხე და ეს მცლად არათემატური ღონისძიება ვერ ვიტყოდი, რომ არის ბოტანიკური ბაღისთვის. ანუ ძალიან საინტერესო იქნება როგორც ეკოშემეცნებითი აქტივობებით, ასევე სხვა შინაარსობრივი დატვირთვით. მიზანს რაც შეეხება, ხაზი მინდა გაუცვა, რომ აქ ძირითადი პროცენტულობა წარმოდგენილი შოკოლადის ხელნაკეთი შოკოლადები. ის მწარმოებლები იქნებიან ჩვენთან ქალაქში და რეგიონებში ვინც არიან, თქვათ, ვინც აწარმოებს ხელნაკეთ შოკოლადს და ნატურალურს და უსაფრთხოს. სალომე, მოკლედ გვაინტერესებს, აქ ხარ არის წარმოდგენილი პირველ რიგში შენს მიერ მომზადებული, აბა რომელია? ჩემს მიერ არა, მაგრამ ჩვენი კომპანიის მიერ არის გაკეთებული, აქ რაც წარმოდგენილი არის ყველაფერი. იცი რა მაინტერესებს, ესე იგი, ჩვენ ვიცით, რომ შოკოლადი ბევრნაირი არსებობს შემადგენლობიდან გამომდინარე, მაგრამ როდესაც ვიზუალურადაც ასეთი განსხვავებულია, დახვეწილი და მართლა ხელოვნების ნიმუშთან გვაქვს თითქოს საქმეს, კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის აი ამ ნაწარმს. თქვენ კონკრეტულად რა ხაზით მუშაობთ ეს რომ გითხრათ და ფესტივალის მნიშვნელობა რამდენად დიდი არის თქვენთვის როგორც ერთ-ერთი მონაწილისთვის? კი ბატონო.
ჩვენი კომპანია ძირითადად მუშაობს ხელნაკეთი შოკოლადის ხაზით. ხელნაკეთი შოკოლადი გულისხმობს იმას, რომ შოკოლადის დამზადების აბსოლუტურად ყველა პროცესი არის გაკეთებული ხელით და ჩვენ არ ვიყენებთ არანაირ დანადგარს ამისთვის. ასევე ვიყენებთ ძალიან მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს, ანუ შოკოლადს, რომელიც იმპორტირებული არის ბელგიიდან და იტალიიდან. და ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ შოკოლადის ტექსტურას და გემოს. შოკოლადის ფესტივალის მნიშვნელობა ჩვენი კომპანიისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ 2018 წლიდან ვართ ამ ფესტივალში ჩართულები და ჩვენთვის არის ძალიან სასიამოვნო და უამრავი დადებითი ემოციის მომტანი, იმიტომ რომ უამრავ მომხმარებელთან, ჩვენს ერთგულ მომხმარებლებთან და ახლებთანაც გვაქვს ასე უშუალოდ კონტაქტი ამ 2 დღის განმავლობაში. ესე იგი შოკოლადში არის ყველაზე დიდი პოზიტივი, თქო? კი, ძალიან სასიამოვნო პროდუქტია. სადაც შოკოლადია, იქ ყოველთვის რაღაცა მხიარულებაა და დღესასწაულია. გარდა შოკოლადის ნაირსახეობებისა, რითი შეიძლებათ მოსულ სტუმრებს დატკბენ კიდე სხვა რაღაცეები? უჩხელა თუ რა იქნება? იქნება, ვესით, ნუ ყველაფერს უნდა გავამხილო ყველაფერს. მოკლედ, გვექნება მასტერკლასები, საინტერესო. მაგალითად, იქნება შოკოლადიანი თათარა. და აი ამ შოკოლადიანი თათარით, მოკლედ ჩვენი სტუმრები, ვინც იქნებიან დაინტერესებული ამ აქტივობით, შეძლებენ რომ ჩურჩხელების, ამოვლების მასტერკლასში მიიღონ მონაწილეობა. ჯინჯერის სახლები, რომელსაც ასევე ძალიან უყვართ ბავშვებს, მოკლედ ამ მინანქრით მოხატვა ჯინჯერის სახლები, საახალწლო თავისთავად ცხადია. გვექნება შემეცნებითი კუთხე, ჩვენი ფესტივალი ამით ყოველთვის გამოირჩევა ხოლმე, რომ გვაქვს ხოლმე შემეცნებითი ინსტალაცია, თემატური, მაგალითად გაიგებენ ძალიან ბევრ საინტერესო ისტორიას შოკოლადის ისტორიის შესახებ. საიდან წამოვიდა ზოგადად, რა სახით იყო ადრე და იწიწა კარაშუაშია შოკოლადთან და საერთოდ თავიდან რომ თხევადის სახით იყო შოკოლადი და არა მყარის სახით და მოკლედ ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებენ. გარდა ამისა გვეყოლება რა თქმა უნდა სანტა, გვექნება გათამაშებები, საახალწლო, გვეყოლება ძალიან ენერგიული წამყვანი, გვეყოლება ბენდი, აქტივობები და რაღაცა მოკლედ ერთი დიდი საახალწლო ზეიმი გველოდება ერთი სიტყვით ჩვენთან ამ შაბათ-კვირას 12 საათიდან 7 საათამდე გამომეორდები საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში. თქვენ როგორც ორგანიზატორი, რას ელოდებით აი ამ ფესტივალისგან? რითი იქნება განსხვავებული წინა ფესტივალებისგან ეხლანდელი? კი ბატონო, ჩვენ საერთოდ ყოველთვის ველოდებით ხოლმე ყველა ფესტივალს, რადგანაც ყოველ წელს ერთი და იგივე ფესტივალებს ვაკეთებთ, ძირითადად ტრადიციად ქცეულ ფესტივალებს და სულ გვაქვს ხოლმე იმის მოლოდინი, რომ ჩვენი დამთვალიერებლებისგან, ვინც გვესტუმრება ბაღში, აუცილებლად კარგ უკავშირს მივიღებთ. ეს იქნება დადებითი ემოციები, გაზიარება რაღაცა კარგი ამბების ერთმანეთთან და რა თქმა უნდა, ვიზიტორთა ზრდა თავისთავად ცხადია, ბაღის პოპულარიზება თავისთავად ცხადია და გვინდა რომ რაღაცა კულტურად იქცეს, რომ უქმეებზე, აი სად რა ხდება და ბოტანიკურში არის ის წერტილი, სადაც მოხვალ, განიტვირთები, ბიომრავალფეროვნებას დაათვალიერებ, ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაიგებ იშვიათი კოლექციების შესახებ და პარალელურად გაერთობი და გემრიელ ნუგბერსაც მიირთმევ. სოფო, ჩვენ ვიცით, რომ საქართველო არის ხორბლის ქვეყანა, უნდასთან ერთად რა თქმა უნდა და თქვენ ახსენეთ, რომ თქვენს ბოტანიკურ ბაღში ყოველწლიურად ტარდება ხოლმე პურის ფესტივალი და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს თუნდაც ქართული პურის პოპულარიზაციისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი დადის და ეცნობა თუ რა კულტურა გვაქვს ამ მიმართულებით. რაც შეეხება შოკოლადს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის ჩვენი კულტურის ნაწილი ასე, როგორც ასეთი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ტკბილეული, მაგალითად ჩურჩხელა რაც ახსენა ნიკამ და ასე შემდეგ. წლიდან წლამდე თქვით, რომ 2018 წლიდან ტარდება ეს ფესტივალი, რამდენად ამჩნევთ ზრდის ტენდენციას ამ მიმართულებით, მეწარმეები, რომლებიც მონაწილეობენ ამ ღონისძიებაში და მე უკვე კითხავთ სხვა ღონისძიებების შესახებ, რომელსაც რადგან ამით უკვე აჯამებთ და კულმინაციურია მომავალი წლიდან რა იგეგმება. კი ბატონო, თქვენ სწორად აღნიშნეთ და კარგია რომ მხოლოდ ღვინის ქვეყანა, მგონი აღარ ასოცირდება რომ მხოლოდ ღვინის ქვეყანა ვართ და ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ხორბალს და ამ კულტურას. ზოგადად ჩვენთან ბოტანიკურ ბაღში არის ქართულ მარცვლოვან კულტურათა საკოლექციო ნაკვეთი, სადაც ძალიან იშვიათი და გადაშენების პირას მისული ხორბლები გვაქვს წარმოდგენილი, ასევე ენდემური სახეობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია
ნამდვილად იზრდება მოთხოვნა. როგორც მონაწილეების მხრიდან, ასევე ვიზიტორების მხრიდანაც. აი, ყოველთვის ჩვენ სოციალურ ოფიციალურ გვერდზე წერენ ხშირად ძალიან, რომ როდის ჩატარდება, როდის დაანონსდება და მოთხოვნა არის ასევე მეწარმეებისგან იმ თვალსაზრისით, რომ ვერ ვატევთ ფიზიკურად. მოგეხსენებათ 100 ჰექტარზე მეტია ეროვნული ბოტანიკური ბაღი, თუმცა ის ღასაღონისძიებო სივრცე, სადაც ჩვენ ამას ვმართავთ, ისეთი მასშტაბური ვერ არის. ძალიან გვინდა რომ ყველა დავიმატოთ ხოლმე, თუმცა ძირითადად მაინც ყავს ხოლმე ჩვენი ძველი მონაწილეები, ასე ვთქვათ, ბაზა გვაქვს, რომელსაც პატივს ვცემთ მათ და ძალიან დიდ მადლობა მინდა გადაუხადო ყველა მონაწილეს, კი, ყველა მონაწილეს, რომელიც ყოველწლიურად ჩვენთან ტრადიციულად არის ხოლმე და შეაყვარეს ვიზიტორებს თავი და რა თქმა უნდა, ახალ მონაწილეებსაც ვიმატებთ წლევანდელი წელი. მაინც ვფიქრობ გამოერჩევა იმით, რომ ცოტა მეტად მასშტაბური არის და მონატრებულია ჩვენ შარშან სამწუხაროდ ვერ გავმართეთ შოკოლადის ფესტივალი და მონატრებულია ყველა მოკლედ აი ამ ღონისძიებას და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის განწყობისთვის პირველ რიგში და დედაქალაქში რაღაცა განმუხტისთვის მოკლედ. კი ბატონო, დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ და გელოდებით ბოტანიკურ ბაღში. შოკოლადის წვიმას ველოდებით შაბათ კვირას. რას ქვია მე მგონი? მოსწავლეებისთვის მინდა ერთი რაღაც დავამატო. ჩვენ ძალიან ბევრი მოსწავლე გვსტუმრობს ხოლმე ბოტანიკურ ბაღში კლასები, დიდი ჯგუფები, მასწავლებლები და აუცილებლად იქნება მათთვისაც ძალიან საინტერესო ეკოშემეცნებითი აქტივობები და უნდა გვესტუმრონ დღის განმავლობაში. მოკლედ დიდი და პატარა ყველა შაბათ-კვირას მიდის ბოტანიკურ ბაღში იმისთვის რომ შევიქმნათ პოზიტიური განწყობა. დიდი მადლობა ჩვენს საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის შოკოლადებს დავიტოვებთ. აუცილებლად